მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა საერთო და საერთო რო სეკურვილი ყველასთვის არ იქნება, მაგრამ იდენტიფიკაციას დავაკვირდეთ ხოლმე და აქედან გამომდინარე მივხვდებით, რამდენად თქვენზეა ეს გაშლა. გაშლა იქნება თემატიკა ამჯერად თქვენი პარტნიორის გრძნობებზე, რას გრძნობს, უყვარხართ თუ არა. გულწრფელი მისი გრძნობები იმაზე შეიძლება, რომელზეც თავად ხმამაღლა არ საუბრობს. ჯერჯერობით მაინც, მაგრამ შეიძლება საუბრობს და გულწრფელად გაინტერესებთ მაღალი ძალებისგან და კარტი ტაროსგან, ჩემი მეშვეობით. გაიგოთ 10,000 ამოვარდა აქ ემოციური ფონი მაქსიმუმი. გაიგოთ, ესე იგი, გულწრფელად სინამდვილეში როგორი გრძნობები აქვს, იმისთვის რომ გავიგოთ თქვენი პარტნიორის გრძნობები, პირველ რიგში გავარკვიოთ, ვინ არის თქვენი პარტნიორი, რას რეზონირებს, რომ იდენტიფიკაციურად მივხვდეთ ეს გაშლა იქნება თქვენი თუ არა, ლაიკები არ დაგესწრებოთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და ბევრი სიახლეების კურსში რომ იყოთ, დააჭირეთ პლუს, გამოიწერეთ ჩემი ეს გვერდი, გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი. ლაიკები არ დაგესწრებოთ, ენერგოცვლისთვის არის აუცილებელი, როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის. ვინ არის თქვენი პარტნიორი? შუთიო. 0 მაღალი არკანი ამოდის. აქ პირველი მაღალ არკანებს შორის შუთი, ეს არის მერწყოლების კარტი, მერწყოლებს მოგესალმებით და უახლოეს პერიოდში ყველამ ძალიან კარგად იცით ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მერწყოლების მიმართ, იმიტომ რომ თავადაც მერწყულს წარმოვადგენ, უახლოეს პერიოდში მოგილოცავთ დაბადების დღეების დაწყების პერიოდს და პერიოდი გვეწყება, ასე ვთქვათ. შუთი ეს არის თქვენ კი არ ხართ და თქვენი პარტნიორია, მინდა გითხრათ, თქვენ პარტნიორზე ვარკვევთ. შეიძლება წარმოადგენდეს მერწყულის ნიშანს, ყველა ვარიანტში ჰაერისტიკია უფრო მეტია, მერწყული თუ არა კონკრეტულად. ეს არის ადამიანი მზად, ახალი ჰორიზონტების დასაპრობად, ახალი ურთიერთობებისთვის, განულებული ურთიერთობის გაანულოს, დაასრულოს რაღაცეები და ხელახლა დაიწყოს, დააპდეითოს, ასე ვთქვათ, ურთიერთობა თქვენთან ერთად. ამისთვის არის მზად, ადამიანი არის ძალიან გულწრფელი, ძალიან ალალი, ბავშვურად ალალი, ბავშვური ემოციური ფონი აქვს ხოლმე, ბავშვურად რაღაცა გულწრფელად, როგორც ბავშვებმა იციან, რომ უყვარს ადამიანი და სტუმრად თუ მიხვედი ბავშვთან, გულწრფელად თვალებში შემოგციცინებენ, რა მიუტანე საჩუქარი, როგორ უხარიათ მას თქვენი დანახვა, რაღაცნაირად ცოტა მოსულელო ელემენტები არიან, არ ეწყინება მერწყულებს, იმიტომ რომ მეც თავად მერწყული ვარ და თქვენ პარტნიორებზე არ უნდა გეწყინოთ მით უმეტეს. ძალიან გულწრფელი და ალალი. ეშმაკობა ძალიან შორს არის ამ პიროვნებისგან, საერთოდ რასაც ემოციურად გამოხატავს პირდაპირ იძახის, ცოტა მოსულელოდ შეიძლება იყოს მისი ნათქვამი, მაგრამ გულწრფელია, მზად არის მოგზაურობისთვის, უყვარს ძალიან ჰორიზონტების, ახალი ტერიტორიების ნახვა, თავის თვალით მოგზაურობა, საერთოდ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ადამიანი მზად არის და ახალ ეტაპზე დგას ერთგვარად და გალოტის ძირში ამოდის ტოსტასი. ასევე შეიძლება იყოს ნაწილისთვის, რომ თქვენი პარტნიორი ან ჰაერის სტიქიას წარმოადგენს, ან წყლის სტიქიას წარმოადგენს, იმიტომ რომ წყლის სტიქიას ტუსთასით, იმიტომ რომ ადამიანი არის ემოციების ზღვა, გამოხატულება ემოციური ძალიან დიდი აქვს, ძალიან კარგი აფექტის უნარის გამოხატულება აქ, ძალიან გულწრფელია თავის სიყვარულში, საერთოდ მაქსიმალურად უყვარდება, თუ უყვარდება მაქსიმალურად გამოხატავს ყურადღებას, ემოციურ ფონს, თუ ბრაზდება მაქსიმალურად ტვინში უთხოს და გადმოდის ეს ნეგატიური გაბრაზების, ასე ვთქვათ, ენერგეტიკა შუალედი არა აქვს, ოქრო შუალედს ვერ იცავს, ასე ვთქვათ, ძალიან გულღია, ძალიან ხალასი ადამიანია, წინ მოსიარულე, უკან და წარსულში და რაღაცა ტრაგედიაში ჩარჩეს და ინერვიულოს, რომ ეს რატო ვერ გამომივიდა და ეს რატო არ გავაკეთე. არა, სულ წინ მიდის, სულ ღია, ლაღი და თავისუფალია ემოციური ფონით. ადამიანი, რომელიც შეყვარებულია და ძირითადად მთელი ცხოვრების მანძილზე შეყვარებულია, სავარაუდოდ უსიყვარულოდ არც ერთი დღე არ გაუტარებია ცხოვრების ტუსტასით, ეს არის ზღვა ემოციური ფონის მქონე ადამიანი, უყვარს. მცენარეები, ყვავილები, შეიძლება თუ მამაკაცი უყურებთ ყვავილების ერთგვარი რაღაცა არ ვიცი, კუთხეც კი აქვს თავისი სახში, ან ძალიან უყვარს ყვავილების მოვლა, ძალიან უყვარს როცა ყვავილებს ჩუქნით, ძალიან უყვარს საერთოდ ემოციური ფონი, რომანტიული ფონი და ძალიან დიდი ემოციების
როგორც მომცემია თქვენთვის თავისი აი გულღიაობით და ემოციური ფონით, ასევე უყვარს მას ძალიან აი ეს სითბო, სიყვარულის გამოხატულება და არენანება, ცხოველები, ფრინველები, ბუნების მიმართაც კი აი განსაკუთრებული რაღაცნაირი თავისებური მიდგომა აქვს, ისეთი რომელიც არასდროს სხვისგან არ გინახიათ, თუნდაც ბუნების მიმართ. წყლის მოყვარულები არიან, როგორც წესი ამ კარტით, შეიძლება სასმელის მოყვარულებიც კი ვთქვათ. ტუსტასით აუცილებლად ვიტყვი ამას, იმიტომ რომ შეიძლება უყვართ რაღაცა დღესასწაულებზე დალევა, კეიფი არ არის აუცილებელი რომ ლოთი იყოს, მაგრამ რაღაცა სასმელის მიმდევრები ტუსტასით ყველა ვარიანტში არიან. თუ ატყობთ რომ თქვენ პარტნიორზე არის საუბარი, გავიგოთ მაშინ გრძნობები მისი დღესდღეობით როგორია თქვენთან მიმართებაში, რას გრძნობს, რასაც გიმხელთ თუ არ გიმხელთ, შეიძლება ეს უკვე მეორე მომენტია მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში. ძალიან ემოციური და ძალიან ხალისი ტიპაჟია, ენერგეტიკულად ახლა ძალიან კარგი ხასიათზეა, როგორც ვატყობ და ემოციურად მომდის, ახალწლ დღეებია და ალბათ ეს დღესასწაულის ემოციები მასზე კარგად მოქმედებს და ამას მიჩვენებს ახლა კარტი. გრძნობები მისი თქვენთან მიმართებაში იუსტიციაო ამოდის. ძალიან კანონიერი გრძნობებია კი, რაც თქვენ გეკუთვნით, იმას გამოხატავს, როგორც უკვე გითხარით, აი გულწრფელად თავის ემოციურ ფონს ტიპაჟია ესეთი, რომ პირდაპირ გამოხატავს ყოველგვარი მალვის გარეშე და რატომ უყურებთ, არ ვიცი, სავარაუდოდ 100-ჯერ მაინც იქნება ნათქვამი, რომ უყვარხართ და ემოციები აქვს თქვენთან მიმართებაში. გულწრფელად გეტყვით, რომ იუსტიცია მაღალი არკანით, ეს არის მაღალი არკანი და ჩვეულებრივი კარტი არა. ეს არის ის მომენტი, როცა თქვენ დაიმსახურეთ ეს გულწრფელი მისი ემოციური ფონია, ეს ზღვა, ტალღებისებური ფანტანი, სიყვარულის მის მიმართ, უბრალოდ მან თქვენს მიმართ და ეს ყველაფერი არის მაღალი ძალებისგან და კონკრეტულად თქვენ ამ ყველაფერს იმსახურებთ მის გულწრფელ ემოციურ ფონს. ცხრიან ჟეზლით შეიძლება რაღაც მომენტში ახლა რუხი კარდინალივით მოგვევლინოთ ეს ადამიანი და ერთგვარი თქვენ შორის შეხვედრა შეიძლება შენელებული მდგომარეობა იყოს ან რაღაცა პრობლემების გამო უბრალოდ რაღაცა წინაღობები არის თქვენ ურთიერთობაში და ცოტა დისტანცირებულია თქვენთან მიმართებაში ახლა, მაგრამ რუხი კარდინალივით ნახეთ ამ კარტზე რა კარგად ჩანს. გაკვირდებათ თავისი ფანარი უჭიროს და მაქსიმალურად არაფერი ყურადღებიდან არ გამორჩეს თქვენთან მიმართებაში ძალიან აინტერესებს 6-იან პენტაკლით ადამიანი მზად არის ყველა ვარიანტში. საჩუქარი გაგიკეთოთ თუ ჯერ არ მოსულა ახალი წლის დღეებში არ მოურთმევია რაღაცა ფასეული ასე ვთქვათ თავისი საჩუქარი მოგართვათ და ისე მოვიდეს ხელდამშვენებული რაღაცნაირად რესურსის ენერგოცვლა დააბალანსოს და აღადგინოს თქვენ შორის თუ რამე პაუზის მდგომარეობას ფიქრობთ რომ არის თქვენ ურთიერთობაში, თქვენ მისთვის ცივი დედოფლის როლში ამოდიხართ. ჰაერისტიკის დედოფალი შეიძლება თავადაც ჰაერისტიკიას წარმოადგენთ, ეს არის ტყუპების ასწორი და ბერწყულის ნიშანი, მაგრამ ძალიან ცივი დედოფლის როლში ხართ. აი ემოციებს თითქოს არ აჩვენებთ, თითქოს რაღაცას ეშმაკობთ, კატითაც ფეხებში კატაყავს აქ ხმლის დედოფალს, თითქოს რაღაცა სულ მენტალურად უფრო მოაზროვნე ადამიანი ხართ, რომ მჭირდება, არ მჭირდება, აი უფრო მენტალურად და ცივი მოაზროვნე დედოფლის როლში ხართ მისთვის წარმოდგენილი, რომელიც ჩხუბზე არ არის გადასული აქ დედოფალ ხმლისას დაწეული აქვს ხმალი და ხელში არ უჭირავს როგორც ტრადიციულ ტაროში ამ კარტში, მაგრამ ცივი უფრო აი თითქოს თქვენგან ვერ გრძნობს იმ ემოციურ ფონს, რომელიც მას აქვს პირადად თქვენთან მიმართებაში. კიდევ რას გრძნობს, რა ემოციები აქვს თქვენთან მიმართებაში დღესდღეობით. აი თითქოს გაშეშებული ხართ და თქვენგან უჭირს გაიგოს თქვენი ემოციური ფონი და ცოტა ეს აფერხებს ზავით, მაგრამ კიდევ გეუბნებით რუხი კარდინალივით ჩუმად, მაგრამ ძალიან სტრატეგიულად გაკვირდებათ როგორ მოქმედებთ სადერთობით, რას აკეთებთ და ასე შემდეგ. ნუ ტუს ჟეზლიო ადამიანს ამ ხელაზე განათებული ჟეზლი აქვს მზით, ადამიანი შეიძლება ასევე წარმოადგენდეს ლომის ნიშანს, არ არის გამორიცხული ამ კარტით, იმიტომ რომ ძალიან ცეცხლოვანია და მზე ლომების პლანეტა როგორც წესი, ასევე იქნება ნაწილისთვის თქვენი პარტნიორი არის ლომის ნიშანი. ტუს ჟეზლით, ნუ ყველაფერი უხურს და უნდა თქვენთან კონტაქტი და კავშირი, ცოტა კორექტულად ვიტყვი, არ დაგვებლოკოს ვიდეო. რვიან ჟეზლით აუცილებლად კონტაქტზე გამოვა. საჰაერო გზით ეს იქნება SMS-ი, ეს იქნება სოციალურ ქსელში მიმოწერა და ძალიან ცეცხლოვანი სწრაფი გამოსვლა იქნება, ძალიან სწრაფი კარტია რვიან ჟეზლი და მოქანდება თქვენთან მთელი ცეცხლებით და ამბებით. გრძნობები რასაკვირველია აქვს თუ ვიტყვით. ამ მხრივ უფრო ცეცხლი